Რაღაც სამართლიანი ავტობუსის არანა, ეგ არის ნოლი, ეგ არის ხალხის პირდაპირ ავტობუსი დადის ჩემისთანა გლეხი ხალხი. სიმართლე ვთქვათ. მე არც ერთი თავრობის წარმოადგენლობა არ ყოფილვარ, არც ვარ, არც ვიქნები. მაგრამ ამათ ვარ ასაკი და სიმართლე გლეხურად გეტყვი. გააძვირეს 70 კაპიკი ამართოს დღე ავტობუსმა. 30 კაპიკი არის. ეს ფული სად მიდის? ამ ფულით რა მძღოლებს მომატეს თუ გლეხებ რამე დიგვიმატეს ჯიბიში ეს რომ დიდ ხალხთან მივიდეს ესენი დასაჭერები არიან პირდაპირი დასაჭერები ავტობუსების ფასების გაძვირება რამერად სამართლიანია ой რა ის სამართლიანია რა არის მაგ არ უნდა იყოს ნამდვილად მაგფერი ფასი ნამდვილად ანუ ძიმე იქნება თქვენი აზრით ეს მოქალაქეების რომ გადაიხადონ ძალიან ხო ფასები რა მხელა რა რატომ უნდა გადაიხადონ დამხელა თანხა? გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა 10%-ით ირაკლი კობახიძე ამბობს. ხო. ხარ გეცინებათ? გაიაფებაზე, რასაც ამბობს კობახიძე, რომ გაიაფთება პროდუქტები. კი. გაიაფთა რა? მაგისტრის ტელევიზორი და გადავაგდე გვერდზე. სულ ამბობს გავაიაფებო და სულ არის სიზვირი. პური გაზვიდა, შაქარი გაზვიდა, ის გაზვიდა, რომელია გაიაფებული, რომელიც ხედავს. გაქვთ ისე იმედი რომ გაიაფთება რამე? აი შექმნეს თქვა კომისია რომელსაც მილიონერი დეპუტატი ხელმძღვანელობს რა რას შეჩვენეს მილიარდელი უფროსი ყავს და რამე გამოვიდა მილიონერი რას იზამს არაფერს მე არ მაქვს იმედი რაზე მუშაობს ეს ქართული ოცნება რაზე ორიენტირებული ივანიშვილი თქვენი აზრით ფულზე და ჯიფის გასკელებაზე ხალხზე ხალხი არა აი ისტორია რა არის ისტორია ის გვაქვს მე ყველა საქმე რომ გადაიხადოს ანუ 30 თეთრიღიდა ავტობუსი ქალაქში და ახლა არის უკვე 70 თეთრი უკვე 2 დღეა და მარშრუტკა ლარი გახდაო ყველა საქმე ეგ ლარი რომ გადაიხადოს თქმა უნდა ხალხისთვის მიუღებელია თქმა უნდა თან აფინანსებს ამ ავტობუსებს როგორც შეძენას ასევე მის მუშაობას ამისგანაც იხარჯება ბიუჯეტიდან ფული და გასაგებია თუ არა რატომ გაზარდეს ამ საწოვის ფასი არის გასაგები ჩვენთვის მაგრამ რა ვიცი ამ ხალხისთვის რომ მიუღებელია და ძნელია ყველას არ აქვს მე გაატაროს და გადაიხადოს თუ გრძნობთ ეკონომიკურ ზრდას აი კობახიძე ამბობს რომ 10% გაიზარდა საქართველოში ეკონომიკა ხალხისთვის არაფერი არ გამოკეთებულა არაფერი არ გამხდარა საკვები პროდუქტები გაიაფთებაო გაიაფთა რამე თქვენ და ფერიაფათ არ მიყიდია ჯერ და არ ვიცი ეს არ ვიცი არაფერი არ გაიაფთა საერთოდ გაიაფთება გაქვთ ამის მოდელი რომ გაიაფთება საკვები პროდუქტები არ ამგონია რატომ უკვე შექმნეს კომისია, რომელსაც მილიონერი დეპუტატი ხელმძღვანელობს. არ იმუშავებს ეს კომისია, ვთქვათ, რომ შეიცვალოს ფასები. არ ვიცი, ვერ გეტყვი, მაგრამ ასრულებს ისე უცნობა დაპირებებს. გახსენდება თქვენ რომელიმე შესრულებული დაპირება, რაც გონია ქართული ოცნების მთავრობას? ფასის გაძვირებაზე სამართლიანია თუ არა? არა. რატომ? არ ვიცი, ძვირია. პენსიები დაბალი გვაქვს ჩვენ. პროდუქტზე შეხვიდე ხო ეხლა 300-400 ლარი გინდა 500 ლარი გინდა მარტო ერთი ცელოფნით გამოდიხარ ამ არ არის იმაში ერთი ცელოფანში რა არის არაფერი არ არის ხალხში მე და რა ვიცი აი შეავიწყო ეს ხალხი რა ძალიან აი საქართველოში ესეთი გაჭირვება და ესეთი რაღაცა არ მინახია ძალიან ისეთი ის მოვიდა პერიოდი რომ ძალიან თული პერიოდი არის რაზეც არ მინახია ესეთი გაჭირვება საქართველოში როგორც არის ახლა რა რაზეც რუნავს თქვენი აზრით ქართული ოცნება ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობა რაზეც რუნავს რა ვიცი მის ჯიბეებზე ზრუნავენ ჩემი აზრი ესე მის ჯიბეებით ზრუნავენ ხალხზე არ ზრუნავენ შექმნეს კომისია, რომელსაც უნდა იმუშაოს ამ ფასების შემცირებაზე, ხო? გაქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება დაიკლოს ფასებმა? არ მაქვს მოლოდინი. რატომ? არ ცოტა ეს დაუკლებინ 51 ჩვენთვის რამე არა. აგერ მოგვიმატეს. მაშინ ტრანსპორტზე და მაგი რაღა გამოდის. არა სამართლიანი ისედაც გაჭირვებული ხალხი და ჯერ კიდე შეაჩვიეს 30 და უცებ 70 თეთრ. ბავშვი ყავს შეზღუდული შესაძლებლობის პირი ვატარებ რეაბილიტაციებში. ხო და რა ვიცი, აბა იქით, აქეთ გზადაშუა და ეს 70 თეთრი ნამდვილად ზოგადად. აი დღეში რამდენჯერ გიწევთ საშუალო ავტობუსით მგზავრობა? რა ვიცი, აბა 5-ჯერ 6-ჯერ გააჩნია სკოლაში, სკოლიდან აქეთ, აქიდან იქით, აქიდან კიდე სახში და რა ვიცი, აბა
ძალიან ცუდი, ძალიან. აი საკვებს გავაიაფებთ რომ თქვენ გაიაფთ არა მე თქვენ არაფერი არ გაიაფლებ, პირიქით პროდუქტი გააძვირეს უფრო. ხო გაქვთ მოდით რომ გაიაფთება თქვენ ამ კომისია შექმნეს არა მგონია, ვაიაფებთო და აძვირებენ და რა ვიცი აბა. დღეს ქალს არ ქონდა ფული, ვერ გაატარა, ჩამოიყვანეს ძირში და დააჯარიმეს. ან თქვენ შეესწარით ამ შემთხვევას? კი ბატონო, იქ ვიყავ, ვეჭხუბი, მაგრამ არ ეჭხუბი. სახელმწიფო მისცა უფლება გლეხებს იჭერენ, 70 კაპიკზე აჯარიმებენ და გვერდებზე არ უყურებენ. ან დააჯარიმეს ხალი რა მიგამ თქმა უნდა, კი. მან ვერ გადაიხადა 60. არ ქონდა დააჯარიმეს. ველაპარაკი, მეთქი ქალბატონო, მე უნდა გაუტარო აგერ. არ დააჯარიმო. რო არ აქვს, იმას კიდე რაღაც არ თქმა. ვის ჯიბეზე ცხოვრობენ? საკრებულო მიმსჯელა ამ საკითხზე და გადაწყვიტეს მე რა საკრებულო თავმჯდომარე რა, ციდან ჩამობრენილია? ბათუმში ვერ დადის? მეზობლები არ ყავს, ხალხი არ ყავს. იქ ვინც შეყარეს, ხო იმათ არც სირცხული აქვს, არც ნამუსი და არც ქართველობა. რამდენად იაფთება ეხლა ჩვენი ცხოვრება? კობახიძე ამბობდა რომ გაიაფთება საკრებულო. კობახიძე მისთვის იაფთება, არა. ფულები აკატენილი. რა, მისთვის გაიაფთა, ჩვენთვის რა გაიაფთა? 30 კაპიკი უბრალოდ ავტობუსი და ახლა არის 70 კაპიკი. ანუ გაიაფთა. არასდროს არაფერი არ გაიაფთება, სანამ საქართველოში გლეხობა არ მოვა სათავეში. კომისია რომელიც მსჯელობს ამ საკვებ პროდუქტების გაიაფებაზე, ამ კომისიის თავმჯდომარე არის მილიონერი დეპუტატი. რადგან შეიძლება ველოდოთ იმას, რომ მან შეიძლება იზრუნოს. იმა 1 მილიონი აქვს და 2 ნაგახადოს, მაგას ვეღარ ხდებით რა თქმა უნდა. 60 წლის რო არც პენსიანა, მაგრამ არც ამუშო. მე რითი ის 30 კაპიკი რომ დაამატა. 40 თეთრით გაძვირდა. 40 თეთრით რო გაძვირდა, თუ ერთხელ ვждებო, ორჯერ დავждებოდი ავტობუსში, ახლა ერთხელ უნდა დავждე. დანარჩენ ფეხით. ხალხს ბოლო ელზე ფეხი ნუ დაადგამთ. ნუ გაბიბილდით, მაგა ამ ფულებმა შეგჭამე ბიჭო, ჰამი გაქრენ ამდენი. დღეს რო გადავიხადე 70 თეთრი, ნუ გამიგვირდა. როგორი რეაქცია ქონდათ? ჩაოლებრივად პროსტა გამიგვირდა და ვსე. ქონდათ პროტესტის სიგრძნობა? აი ერთი მარტო მე რო გავაპროტესტო ეს არ იქნება. ესე იგი ეს უნდა ბევრმა გააპროტესტოს, რომ რა თქმა უნდა რაღაც ზომიერი ის მიიღონ ამის შესახებ. იმიტომ რომ ნამდვილად არ ღირს 70 თეთრი ბათუმში რო გადაიხადო ავტომგზავრობაში. ემხელა პატარა ბათუმში ესეთ ფასები რო იყოს, თბილისი ნამდვილად არა ვარ. ან უნდა მივიღოთ, ან უნდა გავაპროტესტოთ. და თქვენ რა შრობთ? ვერ ვხდები რა უნდა გავაკეთო. ჯერჯერობით პროსტა კი რა თქმა უნდა ვარ წინააღმდეგი. და სამართლიანია ავტობუსის ფასის განძვირება? სამართლიანი არ არის ჩემო კარგო ადამიანო, არ არის ეს სამართლიანი, იმიტომ რომ რა ვიცი, ძალიან გაძვირდა ყველაფერი, ავტობუსებიც გააძვირეს. ხელფასები არ არის ისე საქართველოში. იაფთება ცხოვრებაო ქართული ოცნება გვეუბნება და პირიქით ძვირდება? პირიქით ძვირდება. პირიქით გაძვირებულია. მაქვს იმედი რომ გაიაფთება, შეიძლება უფრო არასაც რატომ არ გაქვთ იმედი რომ გაიაფთება? და იბრძოლოს ხალხმა და ხალხი რა ვიცი. თქვენ იბრძვით? ხალხი იბრძვით ახლა თქმა უნდა ახლა და აზრები როგორ? ხარი. რავი, რაც შეგვიძლია ვიბრძვით. აი მაგათ აქციები მართლა ბათუმში, თბილისში. აქციებზე არ დავდივარ ჩემო. იმიტომ აზრი არ აქვს აქციებში. ხალხი ყავს ფულით მისყიდული. უცნებას. 50 ლარს გადაუგებს გაჭირვებას, და ეგ არის. ეკონომიკა გაიზარდაო, ხო ამბობ ჩვენი მთავრობა, ჩვენი საყვარელი მთავრობა. თუ გაიზარდა ჩვენ რატო არ გვეთყობა არაფერი? 10% გაიზარდა ეკონომიკაო, ესეთი ერეკლე კობახიძის განცხადება. ხო, ვიცით, უყურებ ჩვენ, მაგრამ ჩვენ არაფერი არ დაგვეთყო. ხალხს და კიდევ ესო გაგვიზარდა. ახლა ხალხი ლაპარაკობს უკვე ავტობუსებში, ხო გზავნობს სულ ავტობუსით, რომ გამოვიდეთ ქუჩაში. ეს პენსიონერებისთვის უფასოა, ხო? უფასოა, მაგრამ ჩემი შვილებისთვის, ჩემი შვილებისთვის ფასიანია. და მათ ძიმედ დააწვევათ ეს 40 თეთრი რაც დაემატა ეხლა ავტობუსს. კი ბატონო, უმუშევარია, მუდმივი სამსახური არ აქვს. მუშაობს გამოძახებით, რა ქნან ბიჭებმა. ახლა მე სოციალურად დაუცველი ვარ.
30 ლარს ვიღებ თვეში. 30 ლარი ჩემთვის რა არის? ანუ შემწეობა, თქვენი შემწეობა 30 ხო. ლარია. რაში ყოფით ეს 30 ლარი? არაფერში პენსია მაქვს კიდო და იმასაც ქირაში ვიხდი და ვარ ასე საწოდავად. განცხადებაზე მაქვს დაწერილი 1500. ვინ მომაქცია ყურადღება? ერთი პატარა ჭერი ვერ გაიმედის. ახლა შვილი მტარი მყავს 3 თვეა შვილი მომეყდა. სახლიდან ვერ გავასვენი, ვინ შემაყვანიებდა იმაში ქირაში და ტაზრიდან გავასვენ. 30 ლარით რა პერ ვიცხოვრობდა პენსიით ქირაში. პენსია გაიზარდა ხო და ამათ? გაიზარდა კი 370 ლარი მაქვს. 20 ლარით მოიმატა. კი, არის ეს- ძალიან ბევრი დაგვიმატეს. ჩვენთვის ვერ გაიმეტეს 50 ლარი რო დაემატებია. მათი ხელფასები გაიზარდა 1400 ლარით. კი, უკვე კი, 16,000 ლარია პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტის ხელფასი. ჩვენ 20 ლარი, 50 ლარიც არ გაიმეტეს. სოციალურები გაიზრდებაო. არ გაზილა, ისე 30 ლარი დამჭირდა. სასადილოთი სარგებლო. არა, შაქარი მაქვს. და მაგენი საქმე ვერ სარგებლა. იაფთება ჩვენი ცხოვრება? იგივე საკვები გაიაფთებაო. ამ ჩემ თუ არა გაიაფება? არ ჯერა. რატომ არ გჯერათ? რავი. აი კომისია შექმნა ქართულმა ოცნებამ, რომელსაც მილიონერი დეპუტატი ხელმძღვანელობს, რომელიც უნდა იმუშაოს საკვები პროდუქტების გაიაფებაზე. არ გჯერათ რომ ეს კომისია იმუშავებს და რაღაც შედეგი ამას ექნება? რა ვქნა გენეცოლე, მე არ ჯერა. არ ასრულებს ოცნება დაპირებებს? არა. ავტობუსების ფასების ბანდება რამდენად სამართლიანია თქვენი აზრით? ნუ ახლა სამართლიანია, არა სამართლიანია. ინფლაცია რო არის ფაქტია. იგივე პრეზიდენტის ხელფასი უკვე 16,000 ლარია, ასევე პრემიერის პარლამენტის თავმჯდომარის 1400 ლარით გაიზარდათ ხელფასები, ხო? სუსში უკვე მეორედ იზრდება მაგალითად ხელფასები უკვე დღეს. ხელფასები მოგეხსენებათ, ახლა არ არის სულ ისე. ხელფასები არ იზრდება. ხელფასები ახლა ყოველ შემთხვევაში მასწავლებლებისთვის არ გაზრდილა და რაღაცა თქვენ მასწავლებელი. ჩემს ირგვლივ არც თქვენ მასწავლებელი ხარ? არც გამიგონია რომ იმას ისე ჩვეულებრივ მას გაზრდოდეს და რამდენად სამართლიანი ახლა ალბათ ეს ეკონომიკის საკითხებია უფრო. ავტობუსები ისე აკეთებენ, მაგას აზრი არ აქვს. 34 იყო და გახდა 70. არ აქვს აზრი ლაპარაკს რა. აბა რა საუბრს აზრი? გაფერთუნა ისე აკეთებენ. არ ზრუნავენ ხალხზე? არა, ხალხი არ ზრუნა. საითკენ მივდივართ მაშინ რა გამოდის? დაზირვის. ლეხობა იზრდება და მათ კონსაკეთებენ და რა შეიძლება. არაფრის გამგესებელები არ არიან. რა გამოსავალი არსებობს? თუ შეიცვალა თავრობა რაღაცა გამოიწვია თუ არა და არაფერია.